მედია საშუალებებით ინგა გავრცელდა ჩემს წინააღმდეგ გაჟღერდა სრულიად აი ცრუ ბრალდებები და ამ ბრალდებებმა მე პირადად მომაყენა ძალიან სერიოზული ზიანი ჩემს რეპუტაციას, ჩემს ავტორიტეტს, ამიტომ გადავწყვიტე რომ სამართლებრივი ბრძოლა სასამართლოში დამეწყო, შევიტანე სარჩელი, მყავს ძალიან კარგი ადვოკატი და ეს არ არის მხოლოდ ჩემთვის აი პირადი ღირსების დაცვა, ეს არის ბრძოლა თითოეული იმ ადამიანისა, ვისაც აქვს უფლება რომ იყოს დაცული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ დაცულები არ ვართ, არ ვიცი შენ თვითონაც თქვი წეღან რომ აი რას დაეწერა ვიღაც მოსამართლეს გვარი ვერ დავიმახსოვრე სიმართლე გითხრა რაღაცა კენჭუაშვილს თუ ვიღაცას აი რაღაც სკლინტების ამბავის მოსამართლეს ხო და მე ვერ ვიმახსოვრე გვარებს და მოკლედ არ ვიცი რა იქნება მაგრამ მე სტრასბურგამდე წავალ ინგა იმიტომ რომ მე ამას არანაირად არ შევეგუები. ვიცი, მართლა გულწრფელად ვამბობ წეღანაც თქვი შესავალში, რომ მე ძალიან სწორად მიმაჩნია, რომ ადამიანმა როცა მას ცილს წამებენ, შეურაცხყოფენ, მისი პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას უვრცელებენ, იჩივლოს სასამართლოში, მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულებაა ხოლმე, იცი როგორი? მეც მქონია შემთხვევები და მიფიქრია, რომ აი რა აზრი აქვს ამ სასამართლოში ჩივილს, მაგრამ ეხა შენ თქვი, რომ სტრასბურგამდე წავალ აუცილებლად. ჯერ ეს ერთი, იმიტომ აქვს აზრი, რომ დღეს მედია საშუალებები, ხო? ძალიან ჩვენ დროში ძალიან გაძლიერდა, ძალიან დიდი ძალა აქვს და ვალდებულია იყოს სამართლიანი და პასუხისმგებელი და იცით რა არის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემს მიერ ორგანიზებული ყველა შეკრება იყო მშვიდობიანი პროტესტი, საერთოდ ხალხი მოდიოდა დროშებით, ამერიკის დროშებით და ასე შემდეგ და სად დაინახეს იქ ძალადობრივი აქცია ან რაიმე მოწოდება მე არ ვიცი და არც არანაირი საფუძველი არ აქვს იმის სათქმელად აი ამ მედია საშუალებებს რომ ეს იყო ჟურნალისტური შეცდომა თქვა ჟურნალისტმა არასწორად გააკეთა თქვა ფრაზირება და ასე ეს ფორსირებული ხო ეს არის იყო მიზან მიმართული კამპანია ეს ხო პროპაგანდის მთავარი ხერხია რომ ყველა უნდა გააშ ია ფარულავა ასეთი სულ არ გეფერები ახლა პირში მაგრამ ესოდენ პოპულარული ამ ქვეყანაში ია ფარულავა რომელსაც ხედავს პროპაგანდა აქციებზე ძალიან აქტიურია აქტიურ სამოქალაქო პოზიციას ღია დაფიქსირებს და ეხლა მიმართეს გადაწყვიტეს რომ უნდა გაგანადგურონ უნდა შემოგიტიონ და ძალიან სწორია ეს გადაწყვეტილება მე მაინტერესებს შენი მოლოდინი როგორია პროცესების განვითარებაზე აი ახლა ბატონი პაატა ბურჭულაძე მყავდა ეთერში და საუბრობდა 4 ოქტომბერზე ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის თემაზე არ ვიცი აი მოლოდინი როგორი არის შენ მე არ ვიცი რა იქნება 4 ოქტომბერს მაგრამ მე ვიცი რომ მე ვიდგები იქ ჩემს ხალხთან ერთად ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მხოლოდ ამერიკის დროშებით ხელში და მე ყველას მოუწოდე რომ თემუზე ძალიან იაფიქრეს ეხა თემუს რეკლამა არ გამომივიდეს შეიძინეთ მართალია პოლიესტერის არის და ნაჭრის არ არის მაგრამ რაც მეტი ამერიკის დროშა იქნება უფრო დაცულები ვიქნებით რატომ აბა მითხარი იმიტომ რომ ჩემო საყვარელო აი რევოლუცია დევს აი აქ კონგრესში ეს არის მეგობარი აქტი რომელსაც სულ ცოტა დარჩა რომ გახდეს კანონპროექტი და ეს არის რევოლუციური აქტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. ხალხმა ეს არ იცის. მაგრამ ამერიკა გვიყურებს, ამერიკა გვაკვირდება და მე ერთადერთმა ადამიანმა დავიწყე აი ამის გაპიარება, აი ამაზე კლიპი გადავიღე, გამოვდივარ, ის ჩვენი აქციაც, რომელიც დავაორგანიზე, ამ კლიპის გადაღებას ემსახურებოდა და არავინ არ იცის ამის შესახებ. აი ძალიან ცოტა ხალხმა იცოდა და ეხლა მეგობარი აქტის მნიშვნელობა. ბევრმა კიდე იცი რა მითხრა, თუნდაც ჩვენმა მეგობარმა ჟურნალისტმა ой, მეგობარი აქტი კონგრესში დევს. რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი კონგრესში დევს. ამ მეგობარ აქტს მეგობრებო ძალიან სერიოზულად ებრძვიან deep state ეგრეთ წოდებული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, სოროსელები, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურები და არაერთხელ გაჟღერდა მეგობარი აქტის წინააღმდეგ ის ამბავი, რომ დაიბლოკა
სხვათა შორის თქვენმა არხმაც კი გამოაქვეყნა ეს ამბავი, იყო რაღაცა, რომ დაბლოკა სამმა სენატორმა. ჩვენმა არხმა ის გამოაქვეყნა, რომ წინააღმდეგობას ვინ უწევდა, ხო, ეს სამი სენატორი, რომელიც რომ გადამოწმდა, აღმოჩნდა, რომ გაგებაში არ არის. მე მოხდა ცვლილება. ხო, მაგრამ გაგებაში არ არის. ძალიან ბევრ სენატორმა საქართველოს კიდე სენატის ჯორჯიის შტატი გონია ჩვენში რომ დარჩეს რა. ამიტომ მე ჩემო საყვარელო მინდა გითხრა რომ მე არც თანამდებობა მინდა, არც პოლიტიკაში მოსვლა მინდა, მაგრამ როგორც მოქალაქემ, რომელმაც რატომღაც აი ესეთი დიდი პასუხისგებლობა ავიღე ჩემ თავზე და რო შევარდი იმ პირველ არხზე, ნეტა არ შევარდნილიყავი, იმის მერე ხალხი მიყურებს იმედის თვალით, რომ აი ია გააკეთე სტუდენტები განსაკუთრებით. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, ია, შენ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ანუ შენ არ ხარ არასოდეს არ შემჩნეული არ ყოფილხარ რაღაც პარტიულ ღონისძიებებში, როგორც მხარდამჭერი. შენ არასოდეს ასეთი აქტიური არ ყოფილხარ საპროტესტო აქციებისას და ეხლა შენი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყავს ბევრი მიმდევარი, ბევრი მსმენელი, ბევრი მაყურებელი შენს ვიდეოებს, როგორი პოპულარობა აქვს ეხლა ჩემგან რაღაც გინდა ამის თქვა. ამიტომ აქვს შენს პოზიციას დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხო, სხვა შორის აი ეხლა რადგან გეუბნები რომ აქამდე ესეთი აქტიური მე არ მახსენდები. ეხლა რამ გამოიწვია ეს შენი აქტიური? აი ეს გამოიწვია ჯერ აი იცი იმ ღამეს, როდესაც მე პირველ არხზე შევარდი და გავიღვიძე და დამხვდა მილიონი შეტყობინება ახალგაზრდებისგან, რომ ია გვიშველე, ია გამოდი უნივერსიტეტის წინ, მე ვიღაცამ დაწერა იების რევოლუცია, მე რაღაცა ქართლის ზედას ჩემი თავი დაადგეს და რაღაც პასუხისგებლობა ძალიან მომემატა. არ ვიცი და დავიწყე, იცი მე მყავს ახლობლები, რომლებიც არიან ტრამპის ადმინისტრაციაში. მაგრამ მაშინ, როდესაც მე დავიწყე დონალდ ტრამპის ქება, მოწოდება, რომ ის გახდება პრეზიდენტი და ის აუცილებლად დაეხმარება საქართველოს, მაშინ ყველა დამცინოდა. ბევრს არ ეგონა, რომ დონალდ ტრამპი გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი და მე მქონდა ინფორმაციები აი ამ ადამიანებისგან, რომ აი ესეთი მეგობარი აქტი არსებობს, რომ შენ უნდა აი ამას მიაწვე, შენ ეს ნუ აი მაქვს ახლა ახლობელი მყავს. მაგრამ მე არც დავალებას ვასრულებ და სადღაც წამოვწდა კიდევა ჩემი დავალება. დიახ, ჩემი დავალებაა, რომ ჩემ ხალხს ვემსახურო და დავეხმარო. აი ეს კლიპი მაგალითად მე ჩემი ჯიბით დავაფინანსე, არავის არ მოუწია ამის ფული, მაგრამ მე ერთმა ქალბატონმა, რომელიც ძალიან გულანთებული ოპოზიციონერი არის, მითხრა რომ აუია ჩაგერიცხო. ბევრი არს დაждდა 2000 ლარამდე, მაგრამ მაინც ხო სასიამოვნო იყო. ამის დაბეჭდოთ მე ჩემი არავინ არ მთხოვს ზემოდან ეს გააკეთე. მაგრამ მე რო ვიცი რომ ეს კანონი არის ძალიან ძლიერი და ამ კანონს ებრძვის თუნდაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ყოფილი პოლიტოლოგები თუ მაღალჩინოსნები, რომლებიც წარმოადგენენ უფრო სოროსის ფრთას, იმათ არ მიესწრება ტრამპის ადმინისტრაციას. ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან დახურული სივრცეა. ეხლა გაცინო და ცოტა ცოტა შალვარდათელაშვილივით გამოვდის და ცოტა ვიღადაო და ერთი მოვიდა ოპოზიციონერი, ნუ რაც ვინც იყო და იცი რაო ტრამპისო, ივანკა ტრამპის ბებიისო, ძიძა ქართველიაო. ხოდა საოცარი ხალხი ვართ ეს ქართველები, რეც არ მოვიგონებ. ამ ქალის გავლითო გვინდაო, ტრამპთან მივიდეთო, რა დღეშია, რა დღეში ვართ, ნუ წარმოიდგინე რა. არა, იცი რა, ხა ეგეთი რაღაცები ვინც კი ცნობილი არსებობს ამ სამყაროში, ყველგან რაღაც ქართული ფესებს ეძებენ,